ციში კოლაბორაციასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მანამდე კი ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი პროფესორები ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო კვლევით ლაბორატორიულ კომპლექსში გახსნილ მაღალ ტექნოლოგიურ ლაბორატორიას ეძვნენ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთვება დღეს დიდ კოლაბორაციაში, რომელიც არის ჟენევაში, ცერში. დავაწერთ ხელს მემორანდუმს ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ, რამე თუ შიპ ექსპერიმენტი თვითონ წარმოადგენს უდიდეს კოლაბორაციას, რომელიც დაიწყო 2026 წელს და ეს არის დამალული სექტორის ნაწილაკების აღმოჩენა. მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობას ვაფორმებთ. ხელს ვაწერთ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის შიპის ექსპერიმენტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო თანამშრომლობაზე. ჩვენ უკვე თანამშრომლობთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ჩვენი კოლაბორაცია ამ დრომდე ძალიან წარმატებულია. შიპი დიდი ექსპერიმენტია, რომლის ფარგლებშიც დიდი იმედი გვაქვს, რომ ვიპოვით ამ ახალ ნაწილაკებს, რომლებიც ამოხსნის ბუნების არაერთ ფარულ თავსატეხს. მოუთმენლად ველით საქართველოს უნივერსიტეტებთან წარმატებული თანამშრომლობის დაწყებას. დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოფიციალურად ერთვება იმ საერთაშორისო კოლაბორაციაში, რომელიც ბაზირებულია CERN-ში და რომლის ძირითადი ფუნქცია ახალი სუბატომური ნაწილაკების აღმოჩენა და მათი ძირითადი მახასიათებლების გაზომვა. დაახლოებით 2028 წლისთვის გვინდა რომ ახალი კოლაიდერის ნაწილიც ამუშავდეს. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს კოლაბორაცია ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, რადგან მათი მიმართულებაში მოხდება პირველ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტების ჩართვა, ხოლო შემდეგ ეტაპზე განვიხილავთ დამოუკიდებელ სუბიექტად მესამე სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართვას, რაც ქართული მეცნიერებისთვის იქნება უზარმაზარი მონაპოვარი. პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი კულტურის მინისტრმა გახსნა საქართველოს ფესტივალზე საგანგებო